როგორი ემოცია აქვს თქვენი? როგორი ემოცია? ძალიან ამაღლები, როდესაც ბავშვებს ემსახურები მათ განვითარებაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. დღეს კი ისეთი დღეა ქართული ქორეოგრაფიის უდიდესი ღვაწლმოსილის ბატონი დავით ჯავრიშვილის 130 წლის იუბილეა. ეს არის პიროვნება, რომელმაც დასაბამი მისცა ქართულ ქორეოგრაფიას. უდიდესია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის და ქართული ხელოვნების წინაშე. და მე ბედნიერი ვარ, რომ აი ამ ღონისძიებაში ჩემი მოსწავლეებით აქ და ვიღებ მონაწილეობას. წარმატებებს გისურვებ და კიდევ მრავალი თაობა აკრძალოთ. მადლობა. ბედნიერად. ველოდებით ახლა ნომრის შესრულებას. მოქალაქ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ჭიათურა ოსტრაჰე. ხელმძღვანელები ნონა ქუთარაშვილი და თამას ბრეგოვი. ცეკვა ანთიუ.
დაახასიათეთ, ჯერ პედაგოგებზე ისაუბრეთ და მე რამდენი წელია რაც ეს სტუდია არსებობს, თქვენი წარმატებები. თვითონ აი რო შემოხვედით, ეხლა თქვით რომ განსხვავებულად კარგები იყვნენ. აი რაღაცა თვითონ ყოველდღე იზრდება, ხო? ეს სტუდია თეატრა 21 საუკუნე კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია, როგორც ვიცი, დიდი ხანი არსებობს, მაგრამ ჩვენ უკვე მონაწილეობთ 8 წელია, რაც სწავლობს ჩემი შვილი მან. ძალიან კმაყოფილები ვართ, პედაგოგები გახლავთ თამაზ ბრეგვაძე და ნონა თუთარაშვილი, რომლებიც ძალიან დიდ შრომას დებენ ამ ბავშვების წარმატების მიღწევაში. შრომას და სიყვარულს, როგორ ეფერებოდა თითოეულ მათგანს აი არ ვიცი. ბავშვები მართლაც დღითიდღე იზრდებიან, ძალიან იხვეწებიან, ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი პედაგოგების დამსახურება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს პედაგოგებს, ქალბატონ ნონა თუთარაშვილს და ბატონ თამაზ ბრეგვაძეს. და თქვენ როგორც მშობელი მოდი რა წარადგინეთ თქვენი თავით. მე გახლავთ ნათია თურმანიძე. ჩემი შვილი ანასტასია ტაქსტაძე არის ამ სტუდიის ერთ-ერთი მონაწილე რა. წარმატებული მონაწილე, რატომ გერიდებათ ამისთვის? კარგი, მოდი წარმატებები ვუსურვოთ ამ სტუდიას და მე ვფიქრობ, რომ ის თაობა, რომელიც ასე ქართული სულით იზრდება, ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. წარმატებები მან. ესეთი უკან ვიღაცები ბრანჭებიან, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს, მამი და ძმისშვილები ჩვენ აზარტში ვართ. ხო და აი ესეთი მაგარი გოგო ყავს მე.